მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმებით ჩვენს დედაქალაქს, სრულიად საქართველოს. დღეს შევიკრიბეთ ვაკის რაიონში, სადაც აღნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დამთავრებას. თანამ უშუალოდ ამ პროექტზე გადავალ, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას დედაქალაქს და მხარდამჭერია იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომელიც ჩვენს ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში ხორციელდება. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში და მას შემდეგ რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, სრულიად შეიცვალა იერსახე ქალაქის ამ ტერიტორიამ, მას შემდეგ განვითარდა გარშემო მთელი სივრცე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა იულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, ბატონ კახა გალაძეს და მთლიანად, რა თქმა უნდა, მერიის შემადგენლობას. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. წარმატებები მინდა ყველას ისურვოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას. მადლობა ბატონო პრემიერო. საავტომობილო ხიდი პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული ხიდი ბაგებს და უნივერსიტეტის ქუჩას დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის 4-ზოლიანი საავტომობილო გზა, სადაც გათვალისწინებულია ასევე ტროტუარები ქვეითად მოსიარულეთათვის, არის ველობილიკი, ამ პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი LED სანათებით, ხიდის სიგრძე არის 232 მეტრი, უშუალოდ თვითონ პროექტი, რომელიც ბაგების წრიულიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე დაახლოებით 9 კილომეტრია და აღნიშნული პროექტი უკვე დღეს დამთავრებულია. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო კომპანია Construction Service, რომელიც მუშაობდა ამ პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის ქართული კომპანია და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია აღნიშნული ხიდის სამუშაოებისთვის, წარმოებულია საქართველოში. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაუხადო ამ პროექტის განხორციელებისათვის. მინდა დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქს, ზრუნავენ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. და რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო პროექტი. ჩვენ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან დამუშავებებს ჩავატარებთ ქალაქში, ბევრ სასიხარულო პროექტებს განვახორციელებთ დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, უდიდესი შესაძლებლობა, საჭიროებს განახლებას, საჭიროებს მოწესრიგებას და ბოლო წლების განმავლობაში გამეთანხმებით, რომ ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა ჩვენი ქალაქისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო ლამაზი და საცხოვრებლად უფრო კომფორტული. გილოცავთ ყველას. ძალიან მიხარია, რომ დღეიდან უკვე აღნიშნული ხიდი იქნება გამოსაყენებლად უკვე შესაძლებელი და უკვე 1 საათში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მოდი ახლა ერთად ვნახოთ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავიაროთ, გავხსნათ კონკრეტული ხიდი, რომელიც დღეიდან უკვე ჩვეულებრივად იფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს არის ბაგებისა და საბურთალოს უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი სამანქანე ხიდი.
ხომანქან გავიო. საფალე. გაიცი. ბაგები უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი